მე ახლა გასავლით აჯიკის გაკეთების ჩემეულ ვერსიას. ახლა აჯიკა ვისაც გაგვიკეთებია, ყველამ ვიცით რომ აჯიკაში ახალ სიზეც ვერაფერს ვერ გამოიგონებია, რაღაცა ფოკუსს რომ ხალხი გავაოცოთ. რაღაცა ინგრედიენტი შეიძლება მიაგლო ან მოუმატო, მაგრამ მაინც აჯიკა გამოვა, ხო? მაგრამ არის ერთი რაღაცა, ასე ვთქვათ, პატარა ფოკუსი, რომელიც მარტო აჯიკაზე კი არა, ნებისმიერ კერძზე გამოდგება და აი მაგასაც გასავლით. თუ რა შეიძლება განსხვავებული იყოს ამ შემთხვევაში. დავიწყოთ ახლა ძირითადი და დამხმარე ინგრედიენტებით მერე. ესე იგი ბულგარული წიზაკა 6 კილო ამ შემთხვევაში, მწარე წითელი წიზაკა 1 კილოა, ამას პლუს მინუს როგორ იზამთ. ის მნიშვნელობა აქვს რომ მეტი მწარე გამოვა თუ მეც იზამ და ნაკლები მწარე ნაკლებს თუ იზამ. შემდეგ ხახვი 1 კილო, ნიორი 200 გრამი, ჭარხალი 1 კილო, სტაფილო 1 კილო, პამიდორი რაღაცა რაოდენობა, დიდი მნიშვნელობა არ აქვს ამის წონას და ვაშლი არც ამის წონას არ აქვს დიდი მნიშვნელობა. შემდეგ ტომატი 1 ბანკა, დიდი ბანკა. ეს არის ყურძნის წვენი, ახალ დაწურული, რაღაც 1 საათის დაწურულია, აი ნალექის გაუკეთებია უკვე. ყურძნის წვენი, ნებისმიერი ყურძენი არ აქვს მნიშვნელობა. გადადუღებული, გაციოებული ძმარი 1 ჭიქა და ღვინო. შეგიძლიათ შავი ღვინო, შეგიძლიათ თეთრი ღვინო. ამ შემთხვევაში ადესა არის ეს. 4 ჭიქა ზეთი. ეს არის უცხოსუნელი 1 დიდი ჭიქა, დიდი რა საშუალო ღვინი ჭიქა და პატარა ჭიქებით ყვითელი სუნელია, საცივი სუნელს ეძახიან და ქინძი, იმიტომ რომ ამათ მძაფრი გემოა. ნიგოზი ცოტა ბლენდერში უკვე გატარებულია და წვანილი ქინძი, ოხრახუში, ნიახური. ახლა რო გითხარით, რაღაცა ფოკუსი ვიცი მეთქი. და ყველაფერში გამოდგება მეთქი. თუ დააკვირდებით, ახლა ის გამზადებულია დასაბლენდერებლად, ყველაფერი. ეს ცოტა უხეშად დაჭრილებია და ჩაყრი დავაბლენდერებ. წვანილი არის დაჭრილი. ანუ წვანილს რატო დავჭრიდი თუ დაბლენდერებას ვაპირებ. ანუ არც ერთ შემთხვევაში მწვანილი, როცა საჭმელში უშვებით, არ უნდა გაატარო და დააბლენდეროთ. საერთო სხვა გემოს იღებს. უხეშად დაჭრილი მწვანილი ინარჩუნებს ცოცხალი მწვანილის გემოს და გატარებული საერთო სხვა გემოსა. აი ამაში მდგომარეობს საიდუმლო არა, შეიძლება ვერ მოიცის ეგ, მაგრამ მოკლედ გემოს არ იცვლის. ცოცხალი მწვანილის გემოს ინარჩუნებს დაჭრილი და მწვანილი უნდა უკნა დუღილის ბოლო 5 წუთში. ანუ დაახლოებით 5 წუთიც არ უნდა ადუღო, როცა მწვანილი ჩაყრი ბოლოს და ამ შემთხვევაში პამიდორის ბოლოს უნდა უკნა. ბოლო 10 წუთში უნდა უკნა პამიდორი. და დანარჩენი ერთად დაბლენდერებული ერთად უნდა ადუღდეს, საათ ნახევარი უნდა იდუღოს ამ ყველაფერმა. აი ამაში მდგომარეობს, აი პატარა საიდუმლო როგორც თქვათ, მწვანილი დაჭრილი უნდა იყოს და არა გატარებული. ახლა ამას გავთიშავ ვიდეოზე და დავაბლენდერებ და გაჩვენეთ იმას, რა ქვია, მთლიან მასას როგორ ფერზე იქნება. ასეთ ვიძია ეგაჭიკა. ჭარხლისგან სიცითლე მეტი აქვს. ახლა ადუღდება ეგა და ადუღების მერე საათნახევარი ვადუღებ და ეგ არის რა. და მერე მოხუფავ მრავალჯერადით არა, ერთჯერადი კრიშკით. მრავალჯერადი არ ვარ შეიძლება გაბუჭდეს. ესე იგი როგორც თქვი 5 წუთით ადრე გადმოდგამდა ჩაყაროთ უნდა. ეს გამოვიდა 10 კილოზე ცოტა მეტი. გას დავთვალე მეტი გამომივიდა, იმიტომ ამ ბანკებში ჩავასხი. და არაა სასურველი, იმიტომ რომ ფუჭდება ეს კრიშკები და აფუჭებს რა, არ ინახავს კარგად. მაგრამ თავიდანვე გასაღდება და ეგ არის. ახლა რაზე ვღადაობ წინას არიცით? ვიღაცებს დაუწერია ხოლმე ხან დრუჟბაზე ვდებ ვიდეოს, ხან კალაშნიკოვზე, ხან პოლიტიკაზე და ამა რა ყველაფერიც ის რა გაგვიხურა საქმეო და ახლა ამას რო ნახავენ, აჯიკას ვაკეთებ. სულ გაგიჟდებია. მაგრამ ჩაგივარდათ კონზინასტრში დაგასარით. მარტო კალაშნიკოვი და თოხი და დრუჟბა კი არ ვიცი, ეგეც ვიცი ჭიგრებო. ხო, მოკლედ ასია რა. გემოთი რა გითხრათ? წარი არის კი.